მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი ნებათაღელვა მოხდა მიხეილ სააკაშვილის ბრალის წაყენებას ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, აგრეთვე ამერიკაშიც სენატორებმა გააკეთეს განცხადებები, სადაც მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაცულ იქნას კანონის უზენაესობა, ანუ არ იქნას გატარებული რაღაც გარკვეულწილად სადამჯელო ფუნქციები სააკაშვილის მიმართ და ყველაფერი იყოს რეალურად კანონის სრული დაცვით. და ეს იყო გარკვეულწილად ატაცებული შემდგომ მედიაში, რომ აი როგორ დაგმეს და როგორ მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის აი ამ დაგმეს ეს საქციელი ხელისუფლებისა ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით და უნდა მოგახსენოთ, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა. ადამიანი, რომელიც 9 წელი მართავდა ქვეყანას, იყო მოკავშირე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა, ბუნებრივია რეაქცია იქნებოდა ამდგვარი და ზომიერი, იმიტომ რომ სხვაგვარი შეფასება შეუძლებელი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ის აღტკინებული საუბარი, რომ ისინი აპროტესტებენ ბრალის წაყენებას, ეს არის აბსურდი. კარგად მოგეხსენებათ, დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ სააკაშვილს, სრულად ეთანხმებოდნენ მის პოლიტიკას და შემდგომში რომ არა ციხის კადრები, ის გახმაურებული საქმეები ჩვენს სხვა ხელისუფლება გვეყოლებოდა. ამიტომ მე რაღაცა საგანგაშოს ვერაფერს ხედავ იმაში, რომ ამგვარი რეაქცია იყო. კარგად მოგეხსენებათ, ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდგომაც საკმაოდ ძაფრი რეაქციები იყო. შემდგომ, როდესაც მტკიცებულებები იქნა წარდგენილი სასამართლოში და ამ საქმის განხილვა დაიწყო, ეს გარკვეული დაწოლა ხელისუფლებაზე გარკვეულწილად შენელდა. ასე იქნება სააკაშვილის მიმართაც. ის 80 ტომიანი საქმე გარკვეულწილად დღის სინათლეს, როდესაც იხილავს და რაღაცეები საზოგადოების ცნობილი იქნება, დასავლელი პარტნიორებიც გაიგებენ, რომ აქ ყველაფერი წესრიგში არის, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ რაღაც საგანგაშო საქმეთან ჩვენ არაფერთან არ გვაქვს საქმე. და რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალს, ანუ სამ ეპიზოდზეა საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ეს ბრალი კიდევ უფრო დამძიმდება უახლოეს დღეებში. ვინაიდან თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სააკაშვილი იყო დაბარებული ზურაბ-ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე გირგულიანის საქმესთან დაკავშირებით არის საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით ბრალის წაყენება ამ საქმეებთან და მიმართებაში არ ხდება, ვინაიდან პროკურატურას ჯერ შეგროვებული არ აქვს სათანადო მტკიცებულებები, ანუ არ არის მყარად ამ საქმეებში და რა საქმეებში წერილობთ გამყარებულია პოზიციები, ეს არის მოწმეთა ჩვენებები, საქმეზე შეკრებული სხვა მტკიცებულებები, ეს არის რაღაც აუდიო ჩანაწერები, არის ეს რეალურად საქმეზე სხვა დოკუმენტაცია, ამასთან დაკავშირებით შევა ალბათ პროკურატურა სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების დაპატიმრების სახით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბრალი რომ დამძიმდება, ეს უდაოა, იმიტომ რომ სააკაშვილმა კარგად მოგეხსენებათ მისი პრეზიდენტობის დროს რამდენჯერმე განაცხადა მაგალითად სვანეთში ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომ მე გავეცი ბრძანება და არა ბარამიძემ იქ ხალხის დახოცვასთან დაკავშირებით, რომ პირდაპირ აღიარება განაცხადა ამ ადამიანმა, რომ სწორედ მან ჩაედინა დანაშაული. კარგად მოგეხსენებათ, ის ოპერაცია, რომელიც სისხლიანი ოპერაცია ჩატარდა, სწორედ მან აღიარებითი ჩვენება მისცა გამოძიებას. უბრალოდ მედიას, გამოძიებასაც სავარაუდოდ. ეხლა აქ იმაზეა საუბარი, რომ პროკურატურამ რაც შეიძლება მტკიცებულებათა ერთობლიობა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დაფუძნებული არა მარტო მოწმეთა ჩვენებებზე. იცით რა, მოწმეთა ჩვენებები მარტო არ იძლევა იმის საშუალებას და რომ სასამართლოში საქმემ დაიჭიროს თავი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სანამ შეკრებილი არ იქნება ყველა მტკიცებულება თითოეულ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით, პროკურატურა ბრალი არ უნდა წაუყენოს სააკაშვილს, მაგრამ როდესაც შეიკრიბება ყველა მტკიცებულება, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია.